პორტუგალია, ევროპის ერთ-ერთი ლამაზი და მზიანი ქვეყანა. ეს არის ქალაქი, რომელიც ცნობილია ოქროსფერი პლიაჟებით და ატლანტის ოკეანის ულამაზესი ხედით. დღეს კი ერთად დავიწყოთ მოგზაურობა ალბუფეირას ულამაზეს ქუჩებში. ჩვენ დავაგემოვნებთ უგემრიელეს კერძებს და სასმელებს და ასევე გავიმართებით გემების ტურისკენ, სადაც მოვინახულებთ ულამაზეს ღვინეებს, რომელიც არის ატლანტის ოკეანის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. და დავესწრებით კონცერტს, სადაც გამოვა ლოკალური მუსიკალური ბენდი. მოკლედ, კარგად მოკალათით მეგობრებო, არ გადაახვიოთ ვიდეო და დავიწყოთ მოგზაურობა ქალაქ ალბუფეირაში. ჩემი დიდი თხოვნა იქნება აუცილებლად დაალაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი და გააქტიუროთ ზარისღირაკი, რადგან არ გამოგრჩეთ ვიდეოები. მოკლედ, დავიწყოთ. მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, ეს არის დოპამენ 13-ის არხი და დღეს ჩვენ მივდივართ პორტუგალია, კონკრეტულად ალბუფეირაში. მოკლედ ვიმყოფებით ახლა დუბლინის აეროპორტში. ჩვენი ფრენა არის დაახლოებით 8-ის ნახევარზე ფრენა. 3 საათიანი ფრენაა, მოკლედ ალბუფეირასკენ და ჯერ უნდა ჩავფრინდეთ ფაროში და ფაროდან უნდა გადავიდეთ ალბუფეირაში რა. მოკლედ ყველაფერი წინ გვაქვს. მედია საინტერესო დასვენება და საინტერესო ვიდეო გამოგვივა. ერთი სული მაქვს, როდის ჩავიზდები და როდის წავალ და ნახოთ რა იქნება. ერთი სიტყვით მეგობრებო, აბა თქვენთან ერთად პირველად მოგზაურობ პორტუგალიაში და ალბუფეირაში რა. წავედი. დილა იწყება ესე მოკლედ მეგობრებო რა. ვიმარჯვე. ეს მოგზაურობას გამომარჯვეს. რა ხდება, სად მიდის? 7-ის ნახევარზე მოდით ხდება. მოკლედ მეგობრებო, დავჯექით, თვითფრინავში ავედით და უკვე მივდივართ ჩვენს ფაროსკენ. ფაროდან მოგვიწევს გადასვლა ალბუფეირაში. ყველაფერი წინასწარ გვაქვს დაჯავშნილი, სასტუმრო, ბილეთების ფასს რაც შეეხება, ბილეთები დაგვიჯდას დაახლოებით 220 евро და სასტუმრო რო ჩავალ განახებთ იქ მოკლედ 3 საათის გზაა დაახლოებით. მივფრინავთ Aer Lingus-ით. აი, Aer Lingus-ი არის ირლანდიური კომპანია. საკმაოდ კომფორტულია, მინდა გითხრათ. ირლანდიაში უბრალოდ შეხედით როგორი ამინდია. წვიმიანი. და მოდი ფაროში რო ჩავფრინდებით, ახლა ვნახოთ ფაროში როგორი ამინდი იქნება რა. მოკლედ მეგობრებო, კარგად გამოვიძინე ერთ თვით და მე მგონი უახლოვდები პორტუგალიას ქალაქ ფაროს. რავი თვითფრინავიდან ძალიან ლამაზი ჩანს ყველაფერი რა. ძალიან მიყვარს მოკლედ თვითფრინავის ხედების კბობა, როცა მიუახლოვდებით ხოლმე უშუალოდ ქალაქს რა. ჩამოვედით ფაროს აეროპორტში და მივდივართ ახლა პასპორტ კონტროლისკენ რა. ჯერ გავივლით პასპორტ კონტროლს რა. შეუსაბამოდ ვაცვია просто. ხო, ირლანდიიდან ჩამოსულები ნახე ჟაკეტებით. ხალხი იმენა იმით დადის, რა ქვია. შიშველი ბიკინებით დადის. ჩვენ იმენა ჩაფუთნულები ვართ. არა უშავს, ჩვენს გავტიტულდებით მეგობრებო რა. სიცხეს როგორ გადავიტან არ ვიცი რა. ტაქსი გარეთ გველოდება, რომელიც მიგვიყვანს სასტუმროსთან რა. სასტუმრო როცა დავჯავშნეთ, მას ყავდა ტაქსის მომსახურებას და შედიოდა სასტუმროს ფასში მოკლედ რა. ძალიან ბევრი ხალხია და აუ პასპორტ კონტროლზე უნდა მეთქვა იმედია რიგები არ იქნება თქო და რამხელა რიგებია. ძალიან დიდი რიგებია პოსტა. არ ვიცი. რამდენი ხანი მოგვიწევს აქ თქო. მეგობრებო, 1 საათი ალბათ აქედან ვერ გავაღწევთ რა. მარტო 2 სექცია მუშაობს პასპორტ კონტროლის. რამდენი ხანი დაჭირდება არ ვიცი რა. რავი, ის გადაგვრჩენია შევუერთეთ რიგს და დაველოდოთ. ძალიან ის არის დისკომფორტია მოკლედ ამ ხელა რიგში დგომა, მაგრამ რა შეჟეს. მოკლედ ზუსტად 1 საათია რიგში ვდგავართ, მეტი თუ არა. რავი, მოვა იმედია ჩვენი რიგიც. სულ რაღაც 10 კაცი გადარჩა რა. და შევა. მოკლედ როგორც იქნა გამოვიარეთ პასპორტ კონტროლი და მივდივართ ახლა ტაქსი გველოდება გარეთ. რავი, ის ხალი ვალოდინეთ ალბათ ერთი
2 საათი კიდე დგას თუ არა, ეგეც არ ვიცი ჯერჯერობით. ნუ მოკლედ ნახოთ რა. ალბათ იმედია გველოდება კიდე რა. მოკლედ გამოვედით მეგობრებო. ახლა სად არის ჩვენი ტაქსი? აი ეს ქალი. ტაქსისტების რიგი დგას აქ. ბევრი ტაქსისტია და ველოდებით ახლა ჩვენ ქალს. ტაქსის რომელიც წაგვიყვანს სასტუმროში. აგე ვიპოვეთ კიდევაც. აქ არის გველოდება. Hello. Hi. გამოვედით მოკლედ ფაროს აეროპორტში. უბრალოდ შეხედეთ როგორი ამინდია რა. როგორი მზიანი ამინდია. შოთი როგორია მზე? ორი მზე გამოვიდა. ავიღალეთ ცოტა, მაგრამ არა უშავს. დავისვენით. მოკლედ სიცხეს რაც შეეხება და ამინდს ცოტა სიგრილე მაინცაა. ძალიან მზეც არ არის რა. აგე შოთა და ჩვენი ტაქსის მძღოლი საუბრობენ. 1 საათ ნახევარი გველოდა ეს ქალიც. მოკლედ პასპორტ კონტროლის რიგების გამო დიდი ხანი მოუწია ლოდინი რა. რავი, იგრძნობა უკერო პორტუგალიაში ხარ, იგრძნობა უკერო ზღვისპირა ქალაქში ხარ და მოდი ვნახოთ ახლა ჩვენი ტაქსი როგორ გამოიყურება. აი ესე გამოიყურება ჩვენი ტაქსი მეგობრებო, მოკლედ. ესეც ჩვენი დრაივერი. შევიდეთ ჩანთა. Anything else? That's all. ესეც ჩვენი აეროპორტი. გულეთ სასტუმროსკენ მივდივართ. რა ვნახოთ რა იქნება. 22 გრადუსია სიცხე. ხალხი შორტებით დადის. მაინც ცოტა სიგრილი არის, მაგრამ არა უშავს. აი ეთისიანი 43 წუთს უწევს მოკლედ ტაქს იქამდე რა ქვია, სასტუმრომდე რა. კაი შორი გზაა ისე. პირველ საათზე უკვე სასტუმროსკენ ვიქნებით სავარაუდოდ რა. გახوار ჩამო. სიმბირული. ჩემპრიაციაში. So we're gonna try a Portuguese restaurant. You want to try Portuguese restaurants? Very nice. And მოკლედ სადნო ჭამოთ ხორცის. ხორცის რესტორანს განახებს უბრალოდ და სადნო ჭამოთ. გზას აღარ უყურებს ვერა ბაბში გვაჩვენებს რაღაცა. წეღან კი ნაღამ დაგვლეწა ძმაო, სახი ფათოა ჩვენ. მიდი შეპერე და საჩოვარი ქორივი დედამ. ავი რა, არაფერი განსაკუთრებული ჯერჯერობით არ ხდება. აი ალბუფეირა დაეწერა. ვიუახლოვდებით ალბუფეირას. მოგითხარით რა, 100,000. I like Ronaldo. like Ronaldo? Well, I like Ronaldo. ეს უეჭველი უნდა Messi actually. Messi. თან ესეთი აქცენტით ნოთრა. I like Ronaldo. მოკლედ მეგობრებო, ჩამოვედით ალბუფეირაზე. ამინდია შესანიშნავი და ესე გამოიყურება ჩვენი სასტუმრო გარედან რა. მოკლედ ცოტა დავიღალეთ, შევამოწვეთ. ჩვენ ოთახი არის თუ არა მზად და გვექნება თუ არა შესაძლებლობა რომ შევიდეთ, დავალაგოთ ჩვენი ბარგი. ნუ მოკლედ რავი, ამინდი არის ძალიან მაგარი და ერთი სულიმო პროდის გავალ და გავისეირეთ. და ახლა კიდე შევარდეთ ხუთ სასტუმროში და ვნახოთ როგორი. ძალიან მაგრად გამოიყურება სასტუმრო შიგნიდან და ყველაზე მაგარი რაც არის შემოსვლისთანავე. ახლა განახეთ. ამას შეხედე. ვაუ. გარია ზღაპრული ხედები იშლება მოკლედ ალბუფეირადან რა. ძალიან მაგარია. ჯერჯერობით სამწუხაროდ ნომერში ვერ ავალ. ჩანთებს დავტოვებთ, გავივლით ქალაქში, დავათვალიერებთ და თქვენს დაგათვალიერებინებთ, შეძლებისდაბართ ყველაფერს. უბრალოდ შეხედით რა. ძალიან მაგარია. აქ ალბათ მუსიკებიც არის ხოლმე საღამოს. ეხლა არის პირველი საათი. გვიხსნა მოკლედ თუ რა ხდებოდა სასტუმროში, როგორი ოთახი გქონდა, ოთახიდანაც გვექნება ზუსტად ესეთი ხედი მეგობრებო, როგორიც აქ არის. ოთახსაც რა თქმა უნდა დაგათვალიერებინებთ. აქ გვაქვს ბარიო, ანუ 4 საათიდან შუაღამამდე იქნება ეს ბარი. რაც ძალიან კაია, იმიტომ რომ სასტუმროშივე ვიქნებით და ლიფტითვე შეგვიძლია ჩახვიდეთ დაბლა პლიაჟზე.
რაც შეეხება დეპოზიტი დაგვატოვინა გასაღების 100 евро, მოკლედ მეგობრებო, ჩეკინის დროს პირსახოცების თანხა მოგთხოვა, ანუ 1000 евро იყო დეპოზიტის რა, რაც უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად თუ ამ სასტუმროში მოგიწევთ ჩამოსვლა რა. ეხლა სანამ ჩვენი ოთახი გასუფთავდება, სავარაუდოდ 3 საათზე იქნება ჩვენი ოთახი მზად. მე და ჩემი ძმაკაცი გავალთ, ეხლა ქალაქს დავათვალიერებთ, ცოტა შევჭამთ. დავჯდებით ადგილობრივ საჭმელებს დავაგემოვნებთ. ცოტა ლუდსაც დავლევთ და შემდეგ ამოვალთ ოთახში და დავგეგმავთ უკვე დღეს რა. მოკლედ წავიდეთ აბა. გამოვედით გარეთ. ძალიან პატარა და ვიწრო ქუჩებია და ძალიან სილამაზია რა. აქ რა ხედიც არის. სასტუმროდანაც იგივე ხედი გვაქვს რა. დიდად არ მიკვირს ეს ხედი აქედან, მაგრამ აინც გადავხედით, მოდი ერთ. ძალიან მაგარი. შეზლონგებზე უნდა წამოვწევინა აუცილებლად. ადგილი დიანად აქედან დაწყებული აი ბოლომდე არის ჩვენი სასტუმროს პლიაჟი რა. სასტუმროდან შეგვიძლია ლიფტით ჩავიდეთ დაბლა და აღმოჩნდებით მოკლედ აი ამ პლიაჟზე რა. ეს არის ჩვენი ადგილი. ჩვენი საკუთარი სასტუმროს პლიაჟი მოკლედ მეგობრებო. ძალიან მაგარი. მოკლედ ესე გამოიყურება მეგობრებო ალბუფეირას ქუჩები, მაღაზიებია, რესტორნები. როგორ დაგევასა აბა ერთი მითხრა. სასტუმრო როგორი? სასტუმროს ხედი რო გადაიშალა. ფოტოებში უფრო არის ყველაში ნამდვილად დავიდა. სასტუმროს ხედები ძალიან მაგარი იყო. მაგრამ სასტუმროდან არ გამოვალ. აუ, აბა ყველაფერი გვაქვს რა მოკლედ სასტუმროში. ჩვენი ის გვაქვს პლიაჟი, რესტორანი, ბარი, მუსიკაც მოვა. მოკლედ ყველაფერი რა. ერთი სიტყვით ახლა მოვძებნით მოდი რამე რესტორანს დავჯდეთ და დავაგემოვნოთ. ეს არის ჩვენი პირველი დღე მეგობრებო ალბუფეირაში, პორტუგალიაში. ძალიან მაგარია და ძალიან ბედნიერი ვარ რა. ხსენებათ მეგობრებო პორტუგალიაში არის ფეხბურთი, ყველაზე ცნობილი და პოპულარული სპორტი და აქვე გვაქვს ფეხბურთის მაღაზია რა, ფეხბურთის ფორმების მაღაზია. მოდი შევიდეთ ახლა დავათვალიეროთ. პორტუგალიის ნაკრების ფორმები იყიდება და რაც ყველაზე მთავარია, პორტუგალიის საოცრება, ფეხბურთელი და რა ლეგენდა მოკლედ, რომელიც არის პორტუგალიიდან, არის ეს კაცი, კრისტიანო რონალდო რა. ალბათ ყველასათვის საამაყო პორტუგალიელი ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო. 29 ევროს ოქროს ბუთს. რაღაც წვალობი მოვიდეს, აგერ იყიდო 29 евро. ეს ჩვენი ძმა. მეგობრებო, წასვლამდე აუცილებლად შემოვალ და რაღაცას წავიღებ სუვენირის სახით აქედან რა. ახლა კიდე გავაგრძელოთ გზა მოკლედ, რამე რესტორანი ვიპოვოთ აგერ. ჩემი ძმა ეძებს რესტორანს. ყველგან ფეხბურთის მატჩები გადის მოკლედ რა რესტორნებში. სადაც შევიხედები, ხა ყველგან ის არის ფეხბურთის მატჩები გადის. მოკლედ მანჩესტერ სიტი ეთამაშება ლივერპულს და 1-0 უგებს. სიტყვით მინდოდა პორტუგალიური საჭმელების დაგემოვნება, მაგრამ არსად არ არის პორტუგალიური საჭმელი, ანუ არ ვიცი. One octopus salad. ხო და ისევ გადავწყვიტე chicken wings-ები ავიღოთ, პორტუგალიური ლუდი დავაგემოვნო მოკლედ. სიცხეში მაგრა დასწორებს. ლუდი ძალიან გემრიელია სხვათა შორის, ძალიან გემრიელი ლუდია. მოკლედ ჩვენ მოგზაურობას გაუმარჯოს და წინდა წინ არის ყველაფერი, თქვენ კიდე გამოიწერეთ და დაალაიქეთ ჩემი არხი. ვაფეხას სალათია, შოთა ზარჩევანია და ქათმის ფრთები რა. პორტუგალიურ. ეს ვაფეხას სალათი გავსინჯეთ, ჯერ ვაფეხა დიდად არ მოუწევს რა. აინც მოდი გავსინჯოთ და ვნახოთ როგორი იქნება. აჯერა ვაფეხა არ გიდოს მან. chicken wings გავსინჯოთ. აი ეს ჩემს ხელზე. wings-ი ძალიან გემრიელია, wings-ი არის უგემრიელი. ჯერჯერობით ამართლებს პორტუგალია საჭმელებში, ძალიან გემრიელია ყველაფერი მოკლედ.
მეგობრებო, ფასებს რაც შეეხება, ლუდი ღირდა 4 ევრო, chicken wings-ები ღირდა 7 ევრო და 50 და ჩვენი ოქტოპუს სალათი ღირდა 9 და 50 რა. ნორმალური ფასებია. არ არის ძალიან კატასტროფული რაღაც რა. მოკლედ ახლა დაგვირეკეთ ჩვენ სასტუმროდან. გვითხრეს რომ ჩვენი ოთახის ნომერი მზად არის, ხო და ახლა წავალთ და ერთად ნახოთ მოდი ჩვენი ოთახი როგორი იქნება. წავედით მეგობრებო. მოკლედ შემოვედით სასტუმროში და ვეძებთ ოთახის ნომერზე, ხა? გამზადებულია ოთახი და ესე ჩვენი ოთახი. ნახოთ ერთად. როგორია? ესე გამოიყურება ჩვენი ოთახი. და ყველაზე მაგარი ადგილი. ახე. მოკლედ მეგობრებო, ჩამოვედით, ვაპირებთ პლიაჟზე გავიდეთ. ესეთი კარტები დაგვირიგეს პირსახოცებისთვის. ეს კარტები უნდა ჩავაბაროთ და მოგცემენ პირსახოცებს რა. როდესაც დაგვჭირდება პირსახოცები უნდა დავაბრუნოთ. შენაგეთ towels please to towels. პირსახოცები უნდა დავაბრუნოთ და ესენი უნდა ავიტანოთ რეცეპშენში და დეპოზიტად ვტოვებთ 10 ევროს. და 10 ევროს დაგიბრუნებენ უკან რა. ეხლა ჩავალთ, გავიგებთ რაღაც შეზლონგები. ვაფშე თუ არის, უბრალოდ რა მაგარია შეხედეთ რა. დუბლინში ეხლა არის ალბათ სადღაც 6-7 გრადუსი წვიმიანი ამინდი. ძალიან ცივა, ყინავს, როგორც ზამთარი ეგრეა და ამ დროს პორტუგალიაში, კონკრეტულად ალბუფეირაში როგორი ამინდია ნახეთ რა. ძალიან მაგარი. მოკლედ მეგობრებო, სამჯერ ავედი უკვე სასტუმროში, სამწუხაროდ მარტო ქეშით აქვთ შეზლონგების ქირაობა რა. მოკლედ ავბრუნდები სასტუმროში, ქეშს ამოვიტან 20 ევრო ღირს 2 შეზლონგის ქირაობა, მოკლედ. და ვიქირავ შეზლონგს და წამოუწვევი და ვისიამო, მივეფიცხები მოკლედ ალბუფეირას მზეში. მოკლედ მეგობრებო, ესე ჩვენი ალბუფეირას პლიაჟი, ავიღეთ შეზლონგები, დავტკბები სანახაობით, მე ცოტა ხანი წყალში შევალ. მოკლედ ერთი სიამოვნება, ეს არის ჩვენი სასტუმრო, აი ამ ფანჯრიდან ჩანს. მოკლედ ჩვენი ხედები რა. სასტუმროს სახელიც აი აქ არის. შეგიძლიათ ნახოთ. ჩემი დიდი რეკომენდაცია მოკლედ ამ ადგილს, ძალიან მაგარია რა. წინ ბევრი რაღაც თავგადასავლები გველოდება, ბევრი გამოსტილების მიღება. ასე რომ თუ მოგეწონება ჩემი ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე რა. ჩემი არხი აუცილებელი. ახლა კიდე ცოტა ხანი დავისვენებ, ნამგზავრები ვარ, მგზავრობის მერე ყველაზე მაგარი არის პლიაჟზე დასვენება 26 გრადუს სიცხეში. ყველაზე მაგარია ალბათ რა. ალბათ დროებით მეგობრებო შემოგიერთდებით კი. მოკლედ მეგობრებო პლიაჟზე ნახეთ რაღაცა შეჯიბრი ტარდება რა. ველოსიპედების ტურის. მოდი ვნახოთ აბა რა შეჯიბრია და რა საკეთია. O que é quase agora? E um 360 look down. Vai mais uma, ainda dá tempo para mais uma, última truco. Não queres? მოკლედ მაგარ რაღაცებს აკეთებენ რა. ტრიუკები და რავი. DJ Wilson. ნახოთ აბა, ნახოთ. Voa bem alta aí, Matias. 360 aí passar. ინაღამ დაეცა. არ დაეხიო ბოძიშვილი, რას აკეთებენ? არ დაეხიო, როგორც მოპას გაფი.
Aí, Daniel Serra, sem espinhas. მოკლედ ველოსიპედების შოუთი ვისი ამოვნეთ ჩემს უკან არის დიდი სტეიჯი, სადაც იქნება ალბათ პორტუგალიური მუსიკები. როგორც შევეკითხეთ ლოკალებს 10 საათზე დაიწყება რა. და მოკლედ 10 საათზე აქ ვიქნებით რა. მოკლედ შემოვედით რესტორანში. ვიყავით პლიაჟზე, სასტუმროში ავედით, მოუწეს რიგი ცოტა და შემოვედით რესტორანში. ეს შევუკვეთე რაღაც ქებაბის ბოქს ეწერა რა. შოთა მაიღო ბურგერი, სმეშ ბურგერი. დავაგემოვნოთ, ახლა ვნახოთ როგორი. ძალიან გემრიელია. ან ძალიან გემრიელი, ან ძალიან მაგრად მშია. მოკლედ დავაგემოვნებ, ხა ამას შევჭამ და შემოგერთებით. Okay for now. მოკლედ მეგობრებო, დაბრუნდა დოპამენი. 9 საათია ოპერაციის კონცერტი დაიწყო, მაგრამ ეხლა გავალ გარეთ და მოდი ვნახოთ რა ხდება ღამის ალბუფეირაში ერთად. წავედით. ნახოთ თუ როგორი იქნება პორტუგალიური კონცერტი, სავარაუდოდ კონცერტი იქნება, ლოკალებმა გვითხეს რომ იქნება პორტუგალიური სიმღერები, ცეკვები და ასე შემდეგ. მოკლედ წავიდეთ და ვნახოთ ღამის ალბუფეირა როგორია. მოკლედ ჩამოვდივართ ახლა იმ ადგილზე, იმ ლოკაციაზე უშუალოდ სადაც კონცერტი იმართება და ეს რას ვხედავ. ხალხი, აი ეს 10,000 კაცი თუ მეტი არა არის კონცერტზე მოსული რა. ვა, მაგარი კონცერტია, ნახე. ნახე ხალხი რაოდენობა. მოკლედ ესე გამოიყურება ღამის ალბუფეირა, პორტუგალია. არის საკმაოდ ბევრი ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის სეზონი. ზაფხულში წარმომიდგენია, რამდენი ხალხი იქნება ჩამოსული რა. მოკლედ მიუახლოვდით ახლა კონცერტის ადგილს და ვნახოთ, აბა რა ხდება. მოკლედ ძალიან ბევრი ხალხია. ეთყობა ვიღაცა ცნობილია ჩამოსული და ჩვენ არ ვიცით. ეხლა ცოტა ავხმაურდი რა, დავიწყე ლაპარაკი და ყველა მე შემომხედა. რაღაცა ჩამქოლო ჩემი. მოусმინოთ მოდი აბა ერთი რა მუსიკა. მოკლედ მეგობრებო, ესენი არიან პორტუგალიელი მგზავრები. მაგარია, ძალიან მაგარია, საღოლ. ამისთვის გაგვიძება რამდენად ღირდა თქვენ გადაწყვიტეთ. როგორ მაინტერესებს ვინები არიან, მაგრამ ვერ ვაგებინებ ვისაც კითხე, ძირითადად არიციან ინგლისური. ძალიან მაინტერესებს ისე ვინები არიან. რა ხდება, ძია. Nem caso de uma noite contigo. Esta é a nossa penúltima música. Queríamos desfrutar tanto quanto vocês. E queríamos deixar aqui o nosso agradecimento
მოკლედ მეგობრებო, დასრულდა ჩვენი კონცერტი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რავი, კარგად ჩაიარა ყველაფერმა, მაგრამ მომეწონა პორტუგალიელი ხალხი. ყველა ბედნიერია, მოკლედ ყველა ცეკვავდა, ერთობოდა. სავარაუდოდ იყო პოპულარული ბენდი პორტუგალიური, რომელიცაც ჰქონდა ალბუფეირაში კონცერტი რა. მოკლედ მაგაშიც გაგვიმართლა ასე თუ ის. გავესწარეთ პორტუგალიურ კონცერტს. მოკლედ ჩამოვედით ღამის ალბუფეირაში, მეგობრებო, სადაც ადგილი, სადაც არის კლუბები, გართობა და ღამის ცხოვრება რა. აი ესე გამოიყურება მოკლედ. ხალხი არის, ერთობა, დილით გადიან პლიაჟზე, ისვენებენ, ღამე კიდე გამოდიან და ერთობიან რა. რავი, არაფერი განსაკუთრებული რა, ღამის კლუბებია, თითქმის ყოველ 5 მეტრში არის ღამის კლუბი რა. და ძალიან ბევრი ხალხის არ არის, მაგრამ ისეთი სიტუაციაა, რომ არ მომეწონა არცად რა, ვერ შეხვიდოთ ცოტა ისეთი ხალხი და ხმებით, რომ ვერ შეხვალ და ვერ გაერთობი რა. ძალიან თვალები დადიან და არ სიამოვნებს ნამდვილად თვალი ხალხის ყურება მით უმეტეს რა. და რა თქმა უნდა შარიც არ მინდა. ასე რომ ისეთ ადგილს მოვძებნი, რომ ცოტა ისეთი ხალხი იყოს რა, არამთვალი და კარგი გართობა იყოს. მოკლედ მეგობრებო, არჩევანი შევარჩერეთ ლიბერტოს კლუბზე რა. ცოტა წესი გამოწყობილი ხალხია და აი ტიკეტები უნდა აღვიღო, მაგრამ უფასოდ შემოგვიშვა. ეთყობა მიხვდა, რომ კაი ტიპები ვიყავი. აუ ჯერჯერობით კაი გართობა მიდის მეგობრებო და მე ვნახე. ხალხი ემატება და ემატება. მოკლედ, თუ არ გამოგიწერია ჩემი არხი აუცილებლად, დროა რომ გამოიწერო და დაალაიქოთ რა. ამ ღამის კლუბის სახელია კლუბი ლიბერტოსი. ჩემი რეკომენდაცია მოკლედ ამ კლუბს რა, ძალიან კაია. მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, მოკლედ გათენდა დღე მეორე პორტუგალიაში, ალბუფეირაში. ჩამოვედით ბრექფასტზე, ჩამოვედით, ეხლა მივირთმევთ ცოტას. მოკლედ გამოვიძახით უბერი და მივდივართ ეხლა ჩვენი გემის ტურისკენ. მოკლედ 3 საათიანი იქნება, მოვინახულოთ რაღაც მღვიმეებსაც, ალბუფეირას ღირსშესანიშნაობა რაც არის მთავარი სანახავი. ძირითადად ვიყენოთ უბერის ტაქსებს ვიყენებთ ხოლმე, ხელმისაწვდომიც არის და უფრო კომფორტულია რა. გამოიძახებ და მოდის და შესანიშნავია მინდია ცხელა, დიდი ხანი მოგვიწევს ყოფნა ზღვაში. მოკლედ მეგობრებო, მივდივართ გემების ტურზე, რადგან ტური იწყება 12 საათზე. გვაქვს ნახევარი საათი სადღაც ან 1 საათი ესე რა. გამოვედით ახლა ალბუფეირას ქუჩებში, რადგან ამინდი არის ძალიან მაგარი, მზეა, იქნება ალბათ 25 გრადუსი. უბრალოდ შეხედეთ აქეთ ამ მხარეს როგორ არის ქუჩები რა. ფერადი კორპუსები, ძალიან სილამაზეა მოკლედ. ნუ ეს ამინდიც რა თქმა უნდა ხელს უწყობს ახლა ამ სილამაზეში და დაველოდებით გემის ტურს და შემდეგ გაგიზიარებთ მოკლედ საბეჭდილებებს პირდაპირ ტურიდან რა. წავედით აბა. ნომი Vai tu, tranquilo, ligar, bom plus lá ba. Ligar. How much? 250? Lager? 250. Big. Beer. Big. Bien. 2 secondes les grands billets. Aha, ასე.
ხალხია ძალიან მეგობრული რა. ყველაზე ძალიან რაც მისწორდება ალბუფეირაში და ზოგადად პორტუგალიაში ხალხი არის ძალიან მეგობრული და თუნდაც აი ეს ხალხი რა მოხუცი რა 50-60 წლის ხალხი კლუბში ჩვეულებრივად მიდის, ანუ ერთობა, ჩემზე ბევრიც ისეკვეს, ჩემზე მაგრათაც გაერთეს ალბათ რა. მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ახარ, თავარია ის უნდა აკეთო რაც სიამოვნებს რა ცხოვრებაში. მოკლედ მეგობრებო, ასაკით არ უნდა ჩაიკეტოთ საკუთარი თავი, რომ არ უნდა მისცეთ ასაკს საშუალება, რომ ჩაგკეტოთ პირიქით რა. მოკლედ ავიღეთ ბილეთები და ეს speedboat-ის ტური დაგვიჯდა 35 евро ერთ კაცზე რა. 70 евро დაგვიჯდა ორ კაცზე. ველოდებით ახლა მოგცეს ბილეთები, სამწუხაროდ ბევრი ტალღები იქნებაო რა, როგორც მგოგომ გაგვაფრთხილა. კაპიტანმა მითხრა, რომ ბევრი ტალღები იქნებაო და სამწუხაროდ შიგნით ვერ შევა მღვიმეში რა და ალბათ მოგვიწევს გარედან დათვალიერება, ასევე იქნებაო დელფინების ნახავთ დელფინებს ახლოდან, იმედია, გარანტიას არ იძლევიან ახლა დელფინებს რომ ნახავთ, მაგრამ იმედია იქნება რა. მაგის ნახვას მაინც შევძლებთ. მოკლედ დაველოდებით ახლა, როდის დაიწყება ჩასხდომა და ნახოთ მოკლედ ერთად როგორი იქნება ჩვენი speedboat-ის ტური. რა მეგობრებო გავჩერდით ახლა ველოდებით მოკლედ როდის გავა გემი წინ დაждომა არ გვირჩიეს რაღაც დიდი ტალღები იქნებაო და დასველდებით მაგრამ არა უშავს დავსველდებით და დავსველდით თავარია კაი ვიდეო გამოვიდეს და მოდი ვნახოთ რა ცოტას გამოფხიზლებით თან თუ დავსველდებით არა უშავს ერთეს რას ველოდებით ჯერჯერობით არ ვიცი ეს არის ჩვენი კაპიტანი უკან ეჯიგარი ხო და ვნახოთ აგვიხსნიან გზაში ყველაფერს მე რა წავიდა მოკლედ მეგობრებო მეგობრებო მოვახლოვდით ჩვენს მღვიმეს. რა ვიცი, კარგად გამოიყურება. აქვე არის პლიაჟიც. აი ესე გამოიყურება ჩვენი მღვიმე აქ მდებარეობს რა. ძალიან მაგარია, ძალიან ლამაზია. კარგად გამოიყურება ერთი სიტყვით. აი ეს, აქ არის ჩვენი მღვიმე. არ ვიცი, ხა მგონი მიდის უკან და მგონი შევძლებ გადასვლას რა ზუსტად არ ვიცი. აი მე არა, ტალღებია. всё, წავიდა. მოკლედ მეგო განსაკუთრებული არაფერი რა, უბრალოდ მღვიმეებია. წყალი არის ძალიან ლამაზი ფერის რა, რაღაც ღიაცის ფერია რა, ძალიან ლამაზი ფერია და მოკლედ ფერთა გამაა. რა, განსაკუთრებული მართლა არის არაფერი. კაია, კაი სანახაობაა და კაი ექსპერიენსია, მოკლედ აუცილებლად უნდა წამოხვიდეთ რა. მეგობრებო, ეს არის ევროპის ტოპ 10 პლიაჟებიდან ერთ-ერთი, რომელზეც ახლა ჩვენ მივცურავთ. ყოფები. და კაია მაგ. მოკლედ მეგობრებო, გვედროა ხელები ჩავჭიდოთ ერთმანეთს.
ჩავჭიდოთ ხელები ერთმანეთს. აი ალბუფეირა, მთელი ალბუფეირა მოჩა საკითხი. მაგარია ძალიან რა. არ უნდა გაუშვა ამას ხელი, თორე ყველანი დავიხოცებ. მოკლედ მეგობრებო, დამთავრდა ჩვენი გემის ტური და უახლოვდებით ნაპირს ახლა რა. ძალიან მაგარი ექსპერიენსი იყო მოკლედ. ძალიან ვისიამოვნე რა. დავიშვით ხმელეთისკენ. მოკლედ ესე დასრულდა ჩვენი გემების ტური რა. მეგობრებო, ესეთი სამახსოვრო ფოტო ვიყიდეთ გემის ტურიდან. ძალიან საინტერესო და ძალიან კაი იყო ერთი სიტყვით. რა სამახსოვროდ დაგვრჩება. 10 ევრო ღირდა ეს ფოტო. ნუ რავი, კაია რა. ესეთი სამახსოვრო მოკლედ, ჩემო კარგო გამომწერი, როგორ დღე მეორე ფაროს ქუჩებში საღამოს გამოვედით. ცოტა გრილა, კაი ამინდენა, შეხედავთ ალბათ როგორ დამწვარი ვარ. ხელები ძალიან დამეწვა. აი, სულ დამწვარი მაქვს ხელები ერთი სიტყვით. სისკრემი აუცილებლად უნდა წაისვათ რა. ხელები, სახე დავიწვი ახლა რა თქმა უნდა დავიწვებოდი. ზეზე ვიყავი გამოსულ. აი გავისეირდეთ ქუჩებში და ერთი საინტერესო რაღაცას მივაგენი რა ქუჩებში. ექსკავატორია გაკეთებული. აგერ აუბრძანდებით მე და ჩემი ბატონი შოთა ესკავატორზე და ზევიდან გადმოვხედავთ, სავარაუდოდ ხედი იქნება მთლიან ალბუფეირაზე. ნახოთ რა, ერთად და შევაფასოთ როგორი. მოკლედ ესე გამოიყურება ჩვენი ალბუფეირა. ულამაზესი ხედებია რა, ულამაზესი ხედები იშლება. ცოტათ იმასაც მოგაგონებთ, თუ გაგიგიათ კუნძული საბერძნეთში, მიკონოსი ქვია. აი ეს თეთრი სახლები ზუსტად ეგრეა განლაგებული რა, როგორც კუნძულ მიკონოსი. ამინდი არის ძალიან მაგარი, ხედები არის ძალიან მაგარი. რავი, უნდა გადაიხედო და დატკბი ამ სილამაზით რა. სიმშვიდეა, სიწყნარეა. მოკლედ ულამაზესია რა. ძალიან არ მინდა უკან დავრუნება, მინდა რომ დავრჩი კიდე ცოტა ხანი, მაგრამ რას ვიზოთ. მოკლედ მეგობრებო, ამოვედით ერთ-ერთ რესტორანში ალბუფეირაში, სადაც არის ესეთი ულამაზესი ზღვის ხედი რა. დავჯდებით ახლა მენიუს გადავხედავთ და დავაგემოვნეთ მოდი საჭმელებს რა. ადგილი თვითონ არის ძალიან ლამაზი, აი დაინახავთ კიდევაც ჩემს უკან. როგორი სილამაზია, მთელი ალბუფეირას ხედი, ზღვა, ზღვის ტალღები, ყველაფერი მოჩანს მოკლედ. რაც ყველაზე მთავარი არის სიმშვიდე რა, სიმშვიდეა, სიწყნარეა, ზღვის სუნიც მოდის რაღაცნაირად, გირტყავს სიგრილეა, მოკლედ ყველაფერია რა, ყველაფერი კარგია. იმედია საჭმელების კარგი ექნება. უბრალოდ ჩემი დამწვარი ტანი ძალიან მაწუხებს უკვე რა. მე შევუკეთე სტარტერად სალათი და ჩიფსი და მეორე მთავარი კერძი შევუკეთე სტეიკი შამფურზე რა, სტეიკი და კრევეტები შამფურზე. და ეხლა ვაგემოვნებ დესერტს, რომელიც არის ლეღვის მარინადი, არის დამარინადებული პორტუგალიურ ღვინოში. აი ამაზე გემრიელი მართლა არაფერი მიჭამა. მოკლედ ჩეკაუთი გვაქვს, გავდივართ, მივდივართ ალბუფეირადან დუბლინში. ძალიან კაი დრო ვატარეთ, მოკლედ ერთი სიტყვით ძალიან კაი იყო, მაგრამ მოვიდა დრო დავბრუნდეთ ჩვენ სახლში დუბლინში.
გამოვდივართ ეხსასტუმროდან. ჩავალ ფაროში. მოკლედ 8 საათამდე მაინც გვაქვს დრო, შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს დრო რაღაცეებისთვის და შემდეგ უკვე გავიმგზავრებით დუბლინში რა. მეგობრებო, მოკლედ გამოვედით ქალაქ ალბუფეირადან და ჩამოვედით ერთ-ერთ კუნძულზე ფაროში. ამინდი ძალიან ცუდია. წვიმას იწყებს როგორც ჩანს რა. სანამ აეროპორტში წავიდოდით, გადავწყვიტეთ რომ აქაც გამოგვესეირნა ერთ სიტყვით, რადგან დრო გვაქვს. გავისეირნეთ, ნახავთ აქ როგორი პლიაჟია. პლიაჟზე გასვლას ვერ შევძლებთ, რადგან ძალიან ცუდი ამინდია, მაგრამ მაინც სანახავი ადგილი იყო ერთი სიტყვით რა. გამოვიყენეთ უბერი ფაროდან, სადღაც 50 კილომეტრი იყო. უпростоრად ალბუფეირადან 50 კილომეტრი იყო ფაროს კუნძულამდე, პატარა კუნძულამდე და უბერმა გამოგვართვა 25 ევრო სადღაც რა ეგრე. ძალიან იაფია. უბერით სარგებლობა, მოკლედ, როცა ერთკვირიანი ან 2-3 დღიან ტრიპზე ჩამოდიხართ, არ გჭირდებათ რა, მანქანის ქირაობა, ზედმეტია, ვიწრო ქუჩებია. ჯობია რომ ყოველთვის უბერი გამოიყენოთ, კომფორტულია, მალე მოდის. და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბიუჯეტურია და ძალიან იაფიანია რა. მოკლედ არც თუ ისე სანახაობრივი პლიაჟი გამოდგა, არც თუ ისე კარგია შედარებით იმასთან, სადაც ჩვენ ვიყავით, ალბუფეირასთან. კი მართალია პატარა კუნძულივით არის, მაგრამ მაინც ალბუფეირას პლიაჟი გაცილებით უკეთესია ვიდრე ფაროსი. ჩემი აზრით რა, შედარებაც არ შეიძლება. მოკლედ შემოვედით ერთ-ერთ რესტორანში, ავედით rooftop-ზე და შევუკვეთავთ ახლა ცოტას შევჭამთ, ცოტას დავავლევთ, სანამ აეროპორტში წავალ, დავისვენებ და შემდეგ უკვე გავეშურებით აეროპორტისკენ რა. ამინდი ძალიან ცუდია, ამინდი არის საშინელი. ჩახუთულობა, ის მოღრუბლულობა და რა. დიდად ვერ მოვიხიბლე ამ ადგილით. მოვიდა ჩვენი საჭმელები, შოთამ შეუკვეთა სალამოა დე ტარტარე. პორტუგალიურად რა. მე შევუკეთე პორტუგალიური ბურგერი და ჩიპსი. მოდი დავაგემოვნოთ ახლა ჩიპსი. ნახოთ როგორი გემოაქვს. კარგია, ვერაფერს დაუწუნე. დავაგემოვნოთ ბურგერია. ცუდი არა, არა უშავს. რისი ხორცია სიმართლე გითხრა ვერ გავიდი, უფრო breakfast burger-ს გავს. ირლანდიაში რო breakfast burger-ებია, ეგეთი ბურგერია რა. ცუდი არა, რა თქმა უნდა. მივირთმევთ მოკლედ ყველაფერს და შემდეგ შემოგიერთეთ. კიდევ ერთი კოქტეილი Sex on the Beach. კოქტეილები მართლა ძალიან გემრიელი. მოკლედ დამთავრდა ჩვენი მოგზაურობა ალბუფეირაში. ესეთი იყო რა. ყველაფერი კარგი იყო. კარგად გავერთეთ. ორი დღე ცოტა იყო, მაგრამ არა უშავს. შემდეგში შევეცდები რომ უფრო დიდი ხნით წავიდიხოთ რა. მოკლედ გავემართებით ახლა ჩვენ დუბლინისკენ, დაველოდებით ფრენას და შენ თუ მოგეწონება ვიდეო რაც უნდა გააკეთო, იცით რა, ჩადით, გამოიწერეთ, დაალაიქეთ და შემდეგ ვიდეოში შემოგიერთებით. აბა თქვენი